სასურსათო პროდუქტის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასების რეგულირებასთან დაკავშირებით სპეციალური საპარლამენტო კომისია მუშაობას 5 თებერვლიდან დაიწყებს. მომდევნო 3 თვის განმავლობაში კანონმდებლები შესაბამისი სექტორის წარმომადგენლებთან ერთად იმსჯელებენ ფას წარმოქმნის გზებზე. ასევე იმაზე თუ როგორ უნდა შემცირდეს ფასები. კომისია მმართველი გუნდითა და საპარლამენტო ოპოზიციით არის დაკომპლექტებული. მუშაობის შემდეგ კი ყველა დეტალი ეტაპობრივად ეცნობება მოსახლეობას. კოტები იქნება გადანაწილებული უმრავლესობაზე ასევე ჩვენზე საპარლამენტო ოპოზიციაზე და გამომდინარე აქედან მე დარწმუნებული ვარ, რომ როგორც ხა ეფექტურად მოქმედებს ამ შემთხვევაში თავრობაში შექმნილი ეს კომისია, ასევე იქნება საპარლამენტო კომისია გაცილებით უფრო მაღალი ხარისხით და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ შევძლებთ იმას, რომ ძალიან ბევრი ფასები დარეგულირდება. რაღაც ნივთებზე, რაღაც პროდუქტებზე შეიძლება ვერ მოხდეს ფასების დაწევა, იმიტომ რომ ეს არც იყოს ამ შემთხვევაში დაკვეთა, მაგრამ რაღაც პროდუქტებზე დარწმუნებული ვარ, ეს იქნება მედიკამენტები თუ სასურსათო თუ საწვავი, აუცილებლად მოხდება დარეგულირება. იმიტომ რომ ამისი რესურსი, როგორც წინაპირობები აჩვენებს, ნამდვილად არსებობს. საერთო ჯამში, საომხმარებლო კალათაში მედიკამენტი იქნება ეს თუ სურსათი იქნება თუ ნებისმიერი რამ, საგრძნობლად იქნება რაც წინაპირობები ჩანს, ფასები დარეგულირება. თუმცა წინ არ გაუსწროთ მოვლენებს, ერთი ფაქტი არის ის, რომ ჩვენ ვიმუშავებთ ძალიან პროდუქტიულად საქართველოს პარლამენტში და ამას დაინახავს საზოგადოება.